საუკუნის დასასრულს შახაბაზი ორჯერ შეესია კახეთს და დააფუძნებული ომით ერთიანად ამოაგდო საქართველოს ეს აყვავებული მხარე. 100,000 ქართველი მტრის ხმალს შეაფდა. 100,000 სული ადამიანი კი შახმა ტყვებს დაასხა და შორეული ირანის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტა. სამას 30 წელია, რაც შახაბაზმა დედა სამშობლოს მოსწყვიტა ამ ღრუბლიან ცისქვეშ დასახლებული ქართველები. ვერაფერმა ვერ ჩაახრო დაკარგულ სამშობლოს ნებარე სიყვარული. ფერეიდანში ცოცხლობს მშობლიური ქართული ენა. სოფელი ქვემო მარტყოფი. აქ ცხოვრობს 2,000 ქართველი. ცისკალთებზე მდებარეობს ქვემო მარტყოფი. იგი ყველაზე დიდი სოფელია ფერეიდანში. ბევრი ჭირვარამის მომსწრეა სოფელი ბოინისი. შეხედეთ ამ პატარა შენობას. იგი წინათ დიდხანს ქართველთა ეკლესია ყოფილა. ეხლა კი მეჩეთია. ეხლა ვნახოთ სოფელი ფორელი. ეს სახლი ქართული მშენებლობის ნიმუშია ქვების გრიგალური წყობით. ციხე-გალავანი საუშენებია. მომთაბარე ველური ტომებისაგან თავდასაცავად. აი ფერეიდნელი ფეოდალის სასახლე. წყალში მოხდებათ მისი ლამაზი ჩუქურთმები. მისი იშვიათი სამკაულები. ამ სასახლეში ცხოვრობს 13 ქართული სოფლის ბატონ-პატრონი ჰუსეინ დავითაშვილი. დარბის ოდნავი შეხრად საკმაოა, რომ სისრულეში მოიყვანონ ახალგაზრდა ბატონის ყოველი სურვილი. იქვე სასახლის ახლოს ანჯულ გლეხკაცთა ოფრი იღურება. ძველებური კავკუჩნის თესენ ბატონის მიწას აბიაშვილები. თესენ სიმძრით, მძიმე ჯაფით, მაგრამ მოსავლის 4/5 ბატონისაა. სათუთათულიან ვენახს ფერეიდნელი ქართველები. საქართველოს უბიწო სიყვარულთან ერთად მათ კახეთიდან გახხვათ ვაზი სიყვარული. სოფელ ბოინისში ძველთაგან მისდევდნენ შინამრეწველობას. სამეურნეო იარაღებს ამზადებს აქაური სამჭედლო. გოგზე ირანული ფქვილია. თონეში კი მუდამ ქართული პური ცხება. ამ ადამიანებს ძალით დააცეს ქრისტიანული სარწმუნოება. მაგრამ რჯულის იძულებითი გამოცვლამ მაინც ვერ მოსპო ქართველთა მამაპაპური ჩვეულება. ეხლაც ჯვარია დახატული ფერეიდნელი ქალის გამომსხვარბულზე. ფერეიდანში მტკიცედ დაცულია მეურნეობის ქართული წესები. კარაქს ტყვებავენ სადღვებელი. შალეულსა და ნოხებსაც ქართულ ყაიდაზე ქსოვენ. ჯარადაცის წარზე დართვაც ქართულია.
ატიაშვილებს ზემო მარწყობში გასაყიდად მიაყენეს ციხის სრულწლეულობა. მათ შორის ქართული კოკაც არის. წყაროსაც მისცეს ქართული სახელი. უციანთ წყაროს ეძახიან. აქედან ეზიდებიან სასმელ წყალს ზემო მარწყობის გოგონები. ესენი ფერეიდნელი ბავშვები არიან. მათ აკვანში ათქლობდათ ქართული იავნანა. ბავშვები მხოლოდ ქართულად ლაპარაკობენ. მოლა ონიკაშვილი კი ქართული ენის საშუალებით ასწავლის უცხო სპარსულ ენას. ამ თავისებური ცეკვის დროს ფერეიდნელ ვაჟკაცებს ხმლები ეჭირათ ხელში. ხმლები მათ დაარჩეს და ეხლა ჯოხებით ცეკვაზე. საუკუნეებს გავძლო მშობლიური ქართული ჭიდაობის სიყვარული. ჭიდაობენ ძველებურად ქართველური სიმკვრივით. არ გავიწყებიათ ქართული გარესარმა შუაგაური. ის დაეცა ლაფიაში. ქართული ჩვეულების გამერ ალავნები კოცნით ამტკიცებენ თავიანთ მეგობრობას. გული მუდამ საქართველოსთვის უცემს. მათ არ უნახავთ საფირუს ხმელეთ ზურმუხტის ქვეყანა. მაგრამ იციან, რომ არსებობს აყვავებული დედა საქართველო. იწერება პირველი წერილი ქართველი ხალხისათვის. გამარჯობათ ქართველებო. იცოცხლეთ დიდხანს გამარჯვებით მტერზე. ნაზად იყოს ჩვენი მამა ბატონი სტალინი. ასე იწერებიან სამშობლოს მოწყვეტილი ქართველობა. საქართველოს მიწას ფიცავენ, მასზე ოცნებობენ აბიაშვილი, სააკაშვილი, ხუციშვილი, ონიკაშვილი, ლაფიაშვილი და ვინ მოსმის კიდევ რამდენი ასეთი ქართველი ვაჟკაცი ფერეიდან გადაწყვეტს. ხომ რა გარიხარ? ლაფიაშვილი. ლაფიაშვილი. ვანტოისული სახარ. 45 წელი. ანუ 45. 45. სადაც ცხოვრობ?
ზემოთ მარტყოფში. რამტენის სული ცხოვრობს აქ. 4000. 4000. თქვენ როგორი ხართ? ლაფიაშვილი ხართ თქვენ. რამტენის სული ხართ? 65. ბაღი გააქვთ? კი. გააქვთ ბაღი? მაგ. შიგრა მოხავთ. ბაღი ურდენი, ისე? ვაშლი, ხემალი, ჭერემი, ნუში, კაკალი, ალბალვა, ციტრი. კარგია. ახლა თქვენ ხართ, თქვენ აღარ გვარი ხართ? მონიკაშვილი. მონიკაშვილი. ბერნი ხართ მონიკაშვილი? ბერნი 500 ვარ. 500 კაცი ხართ. 500 კაცი ვარ. კარგია. მე ჩემთან. მითხარით ახლა თქვენა. მონიკაშვილები აქა დიდი ხანია ცხოვრობენ? დიდი ხანია ცხოვრობთ აქა? მან დიდი ხანია ცხოვრობ. რამტოიწელწადია რაც აქ ახარ სულა. იმის ის რომ მოსილვართ ეხა. ხო. 360. 360 წელი. აჰა, კარგია. გიორგი საკაძე გახსოვს შენა? არ ნახტონი ბატონო. რა გაგიგია იმის შესახებ? სიგნები არის. აჰა. მოჩხუბა უკაცი ყოფილა. ხო. მოსულა ისპანშიგა. ხო. აბასტა. ხო. განხანა ლაშქარი თოყუანია საქართველოში. ხო. უჩხუბაოყე ბევრხან. ხო. განხანა ჩონთავი ოყუანია გომოყუანია ეხა მოსახლეებია მარტყოფში ზემოთ მარტყოფშია. ხო. იმის უკანა 360 წელი გაულულა. მონიკაშვილი. ბატონო, თქვენ მითხარით, რა მეურნეობა შეწევით? ხნალთა მუშაობა, სამუშაობა გოგწავათ მინდოში ჩონქალები ყალიჩას აქცევენ, წინდას იქნენ, არს ასწრენ. ეგეთ საქმეები გოგ, ეგეთ მუშაობები გოგ. ჩონჩინას მივალთ მინდოში, საქნალზე, სარწყავზე, ალაფას ავსიბავს, ხოს გაფინაღლი, ეგეზადებს ვიქ. ეგრები არა ვართ, მუშა ხალხები ვართ. ეგრები არა ხართ? არა, ეგრები არა ვართ, მუშა ხალხები ვართ. მუშაობა გიყვართ? გუყოს, ძიალ გუყოს მუშაობა. ხორბალი კარგი მოდის? ხორბალი მოდის, ნავამოდის. აბა მითხარიეთი, როგორ აღცხოვრობთ? ჩვენა ცხოვრობ ბატონო მართალი ეს არის რომ თუ პატრონი ყვანდეს მართალს ვიცხოვრებ. ეხა წუხდებით, ხუსები გოგონებენ, იმაში რომ შახაბასმა გოდმოგრეკა 150 წელიწადი და მოეძა ქერიმხანი, ეკითხე გოგრეკა ავედი თაციგა ციხეს დავძახით. ანკა დოგოწუხეთ, ჩვენ ბავშვები, ჩვენ თვალები, ჩვენ ქვალები, ჩვენ ახალგაზრდები გადაყარეს თებსაკენა. ანკითხენა რომ დაიფანტნეს, კიდემ შემეეყარენით, რომელ გუბინატორიც მოა იძახის რომ ეს ენა დაკარგეთ, არ გინდაყევო, ჩვენ არ აღკარგავთ ენასა. მართალი ეს არის რომ პატრონი უნდა ყვანდეს თავზე კაცსა, რომ მართალი იბნას. ეხა ვწუხდებით, ჩვენ მამულები მიაყე, ჩვენ პირიტყებს მიირეკენ, გაემან გოგონებენ, ჩვენ რამე რო არის პატრონი რომ ყვანდეს თავზე გაგუმოგვა მართალი იბნას. ჩვენ სიცოცხლეს ნამავართ, ჩვენ რამე რო არის ახირზე უნდა ჩამოხიდეთ ეხა გნახოთ, მაიბზანდეთ ეხა გნახოთ, ეს არის ჩვენ წუხვა, ჩვენ სიცოცხლე, ეგრენ არის ჩვენ ბატონო. ქართული ენა ხარ დაგავიწყდება? ჩვენ ქართული ენა არ დაგავიწყდება. არ დაგავიწყდება? აბა ვეცდებით რომ ახლა ძახშირად ჩამოიძნა ხოლმე ჩვენები და გნახო. მადლობ ბატონო. სიგნებით, როულებით, თანქრებით, მადლობ ცოტა ისწავლოთ წერა-კითხვა. მადლობ ბატონო. თქვენ წერა იცით არა? ცოტა ვიცით ბატონო. ცოტა იცით, ხო, რამდენი კაცი კითხულობს ახლა? ეხა, ხო, რამდენი კაცმა იცით კითხვა? 4 კაცმა იცით. 4 კაცმა იცით. 4 კაცმა იცით ბატონო. დიახ.
Thank you.